მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტის მიღმა გიბრუნდებით, მე კი მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. უცვლელად, დღეს ჩვენ ერთ-ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც ახალგაზრდობას ეხება, ახალგაზრდა მეცნიერებს და ასე შემდეგ და ჩვენი სტუმარი არის ზარა ბაღდასარიანი, თსეუს კურსდამთავრებული ფიზიკის ფაკულტეტის და დღეს უკვე იულიხის ლაბორატორიის მკვლევარი გერმანიაში. ზარა, მადლობა ჩვენს გადაცემაში რომ მოხვედით. თქვენ კონფერენციით ხართ ჩამოსული კონფერენციისთვის და ამ ესე დაკავებულ პერიოდში რომ გამონახეთ გადაცემისთვის დრო ძალიან სასიამოვნოა. თუ შეიძლება რომ ზოგადად გაგვაცნოთ ახლა რა საქმიანობთ გერმანიაში, რა კვლევებზე მუშაობთ, რა მიმართულებით? დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ, ძალიან სიამოვნებს აქ ყოფნა, დიდი სიამოვნებით ვაკვირდები შენ მოღვაწეობას Facebook-ზე. და მართლა მიხარია რომ აქ ვარ. ჩამოვედი კონფერენციაზე, კონფერენცია არის უფრო ზოგადად მეცნიერებაზე, ანუ სხვადასხვა დარგებში არის მოხსენებები და შესაბამისად მოხსენებიც უფრო პოპულარულია, რომ სტუდენტებმაც მოусმინონ და იქნებ მოეწონებათ რაღაც უფრო გაიგონ რა შესაძლებლობებია და ასე შემდეგ და მაგალითად სამშაბათს მე მქონდა მოხსენება უფრო ესეთი მიმოხილვა ნეიტრინოების ფიზიკაზე, რაზეც მე ვმუშაობ. ანუ მე ვარ ნაწილაკთა ფიზიკით ვარ დაკავებული, მუშაობ გერმანიაში, მაგრამ ჩემი ექსპერიმენტი არის იტალიაში. და შესაბამისად ბევრ დროს თვითვინაშიც ვატარებ. ცოტა ამ ექსპერიმენტზეც რომ მოგვიყვეთ, თუ შეიძლება რაზე მუშაობთ, უფრო კონკრეტულად რას იკვლევთ? ანუ ნაწილაკთა ფიზიკაში ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ყველაზე ფუნდამენტალური რა არის ამ მსოფლიოში, რიდან შედგება სამყარო. და მას შორის ყველაზე პატარა ნაწილაკი, რაც აქამდე ვიპოვეთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ნეიტრინო. რაც იტალიურად ნიშნავს პატარა ნეიტრონი, ანუ ნეიტრალური ნაწილაკი. რადგან ასეთი პატარა, ასეთი ნეიტრალურია, ძალიან ძნელია მაგის დეტექტირება. და სამშაბათზე ჩემი მოხსენება იყო, რომ თავს სოფლიოში რამდენი დანადგარი გაქვს სხვადასხვა მეთოდებით, რომ ეს მაინც და მაინც ეს ნაწილაკი იპოვა. და ამ ნაწილაკებისგან რა შედგება ძირითადად? ანუ ეს ნაწილაკები ვთქვათ, აი ახლა ყველაზე ესეთი ფართოდ გავრცელებული მაგალითია, რომ ყოველ კვადრატულ სანტიმეტრში, ანუ შენ ფრჩხილზე ნაკლებ არეში, ყოველ წამს მოდის 60 მილიარდი ნეიტრინო მზისგან. ანუ 6-იანი და 10 ნული რო წარმოიდგინა, იმდენი ნაწილაკი ყოველ წამს, ყოველ კვადრატულ სანტიმეტრში. ანუ ისინი არიან ყველგან, ისინი მოდიან მზისგან, დედამიწისგან, სუპერნოვა და მთელი ძალიან სხვადასხვა მოვლენები კოსმოსში, ყველგან მოდიან ნეიტრინოები. მეც მაგალითად პირადად ვარ ნეიტრინოების წყარო. იმიტომ რომ მე ვთქვათ, დღეს დილით ბანანა შევჭამე და ამ ბანანის იყო კალიუმშიც არის ბევრი ნეიტრინო და ახლა მე ვასხევებ ნეიტრინოებს. და ეს არის ძალიან, მაგრამ რადგანაც ანუ ძალიან ბევრი არის, მაგრამ საშიში საერთოდ არ არის. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს ყოველთვის, როდესაც გვესმის სიტყვა რადიოაქტიული, იმიტომ რომ შეიძლება ეს მართლა რაღაც არაფერი მავნე არ იყოს მაგაში. და ეს არის, რადგანაც ეს ნეიტრინოები ასეთი პატარა ნაწილაკებია და ძალიან ძნელი აღმოჩენილი, მე მაგალითად ვიკვლევ მზიურ ნეიტრინოებს. ესე იგი, ჩვენ ვუყურებთ ნაწილაკებს, რომლებიც მოდიან მზის ცენტრიდან, მზის ცენტრიდან შეიქმნეს, ანუ როგორც ენერგია იქმნება მზის ცენტრში და 8 წუთში აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ ის ნეიტრინოები. ანუ ეს სინათლისგან, ანუ სინათლე შედგება ამ ნეიტრინოებისგან, თუ ისინი უბრალოდ მოყვება ამას, თუ ხო, ანუ ეს თვითონ რეაქციას, რომელიც ქმნის მზის ენერგიას, მაგას აყოლებენ ნეიტრინოები. და სინათლე მაგალითად, აი მზის ცენტრში რო ხდება ბირთვული რეაქცია, ჩვენ ვიცით, რომ სინათლე არის ყველაზე სწრაფი და ყველგან მიდის მართალია. მაგრამ სინათლეს, აი ფოტონები, რისგან შედგება სინათლე, ბირთვიდან მზის ზედაპირამდე სჭირდება 100,000 წელიწადი. და ნეიტრინო მოდის პირდაპირ, ანუ რადგანაც ძალიან ადვილად გადის. და შესაბამისად, მაგალითად, მე ვიკვლევ ამ მზის ნეიტრინოებს და ამით ჩვენ ვთვლით, რამდენად აქტიურია მზე, ხო?
მაგრამ ეს ჩვენ ვთქვით, აი ამ დროში მზე როგორი არის აქტიური, მაგრამ შენ მზის ზედაპირს რო აკვირდები, შენ უყურებ ამ ფოტონებს, ანუ რეალურად როგორი ენერგია იყო მზის ცენტრში 100,000 წლის წინ. და ამას რო შევადარებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ זה მართლა არის სტაბილური და ჩვენთვის არაფერი საფრთხე არ გვემოქმედება, как минимум კიდე 100,000 წელიწადი. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი ინფორმაცია ეს ბოლოს, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში ფიზიკა სულ სხვა სამყაროა კიდევ და სულ სხვა მეცნიერება არის და ზუსტად ეს უნდა მეკითხა, რომ ყოველდღიურობაში როგორი თარგმნება ეს ყოველდღიურ პრაქტიკაში ის, რასაც თქვენ იკვლევთ, რაში შეიძლება ასე თქვათ გამოყენებულ იქნას ეს ცოდნა. ხო და ანუ ნეიტრინოების, ანუ ჯერჯერობით ჩვენ კიდევ ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ მაგებზე, მაგრამ უკვე გვაქვს იდეები, რომ როგორ გამოვიყენოთ ეგ და მაგალითად არის იდეები, რომ ვთქვათ ბირთვულ რეაქტორებთან, რომლებიც შეიძლება არ გაძლევენ მთლიან ინფორმაციას, თუ ყველაფერი ისე არის, როგორც გეუბნებიან და ასე შემდეგ, შენ შეგიძლია ახლოს მიიტან ნეიტრინოის დეტექტორი და გაიგო მართლა ემთხოვა იმას მოლოდინს თუ არა და შესაბამისად უფრო უსაფრთხო რომ გახდეს ეს ხო, მაგალითად ხო, ანუ კონტროლის საშუალება შეიძლება იყოს, ან ძალიან ქვეყანა რო არის დახურული და არ გეუბნებიან თუ აქვთ ბირთვული იარაღები და ასე შემდეგ, ესეც პრინციპში შესაძლებელია, იმიტომ რომ ნეიტრინოები ყველგან გადიან და პატარა ნაწილაკი, ანუ ხო საზღვარი იმას ვერ დაიჯერს. ხო, ნამდვილად. მოდი დაუბრუნეთ შენს წარსულს. საიდან გაჩნდა ეს ინტერესი? არ ვიცი, ანუ როგორ აირჩიეთ ჯერ ფიზიკაზე რომ გესწავლათ საქართველოში? საერთოდ როგორ გაკეთდა ეს არჩევანი? რაღაცა ინტერესი ქონდათ ბავშვობიდან თუ, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენთან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ არის ძალიან პოპულარული სამწუხაროდ. სამწუხაროდ ანუ არცად ძალიან პოპულარული არ არის. ბევრგან ანუ ინტერესი არის, მაგრამ ხშირად ხედავ, რომ პირველ ეტაპებზე, როდესაც არის საჭირო მათემატიკა და ასე შემდეგ, ბევრ ბავშვს უბრალოდ არ აქვს საშუალება რომ ისწავლოს, ან აი ამ პირველივე ეტაპზე ეკარგება ინტერესი. ჩემი მშობლები არიან მასწავლებლები, ორივეს აქვს მათემატიკის განათლება და შესაბამისად ჩემი ბავშვობა ძალიან იყო დაკავშირებული მათემატიკასთან. ზღაპრების მაგივრად ხანდახან ხუმრობ, მე ამოცანებს ხსნიდი. ზღაპრები ის არ მომწონდა, მაგრამ რაღაც ლოგიკური ამოცანა ძალიან მომწონდა. ანუ მათემატიკის არ გეშინოდათ ბავშვები? არა, ნამდვილად არ მეშინოდა და კარგად მართობდნენ ჩემი მშობლები ამ მათემატიკით. და ახლა ძალიან გჭირდებათ? ან თქვენ თვით რომ პირველ ეტაპზე ეს აშინებთო? ხო, ანუ პირველ ეტაპზე მართლა ანუ მათემატიკა არის როგორც ლოგიკის ფუნდამენტალური ხერხი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია და მაინც მათემატიკის გარეშე ცოტა ძნელია ფიზიკის კარგად გაგება. მეც რო ბაკალავრიატში რო ვსწავლობდი და პირველი ნაბიჯები გადავდგი კვლევაში, უფრო თეორიული განხრით ვიყავი, მაგრამ მერე უფრო ექსპერიმენტები რო დავინახე და ექსპერიმენტული კვლევა უფრო დამაინტერესა და მერე მაგაში გადავედი და ახლა ისე არ მჭირდება მათემატიკა როგორც თეორიულ ფიზიკოს მაგალითად, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის საჭირო არის და რაღაც პატარა გამოყვანა, ან იგივე კარგად გაგება, გამოყვანა, ასევე პროგრამის დაწერა და ასე შემდეგ, ლოგიკის ილეთები, რა თქმა უნდა, ძალიან საჭიროა. დიახ, აი ზუსტად ამაზე უნდა მეკითხა, რომ мотиваციაზე და ჩვენ ვიცით, რომ TSO პრინციპში არ არის ძალიან კარგად აღჭურვილი სხვადასხვა უახლესი ლაბორატორიებიც, ახლა კიდევ იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში ძალიან ნაკლები იქნებოდა მსგავსი რამ და პრაქტიკის შესაძლებლობა. აი როგორი იყო მაშინ თქვენი мотиваცია და ესეთი კითხვა მაქვს ისე უფრო გამოცდილებისეული, რამდენად რა განსაზღვრავს мотиваციას? დაუშვათ, ეს იქნება უფრო გარემო, სტუდენტები, თუ რაღაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუ მეცნიერები, აი ვინ განსაზღვრავს ამას, ან ყველა ერთად? ანუ საქართველოში ჩვენ მაინც ანუ მე ბავშვობიდან მაგალითად სულ მესმოდა ფიზიკოსებზე, რომ საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი ყველაზე კარგი სკოლა იყო ფიზიკაში, ანუ მარტო
სკოლას არ გულისხმობ როგორც კამარავი და ვეკვა, მაგრამ გულისხმობ აგრეთვე კვლევას, რომ სამეცნიერო სკოლა ძალიან ძლიერი იყო. რა თქმა უნდა, მე საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, ბევრი ფიზიკოსი სამწუხაროდ ვერ გააგრძელა ფიზიკაში მოღვაწეობა, მაგრამ თქვა ეგ პრესტიჟი ის რომ ძალიან საინტერესო საგანია, ანუ ჩემ ბავშვობაში სულ მესმოდა და მე უკვე სკოლაში ბოლო წლებში ჩემი საყვარელი საგნები იყო ფიზიკა, მათემატიკა და ქიმია. და ისევ ჩემი მშობლები მასწავლებლები რო არიან, მეც მიყვარდა ეს ცოტა რომ ვასწავლო რაღაცები აუხსნა ჩემ მეგობრებს და ასე შემდეგ და მაინც უფრო რაღაც ასეთი აკადემიურისკენ მქონდა ასეთი სურვილი რომ წამოსულიყო, მაგრამ ამ სამი საგნიდან ფიზიკა ავირჩიე, იმიტომ რომ ეს ყველაზე ფუნდამენტალური საკითხია, რომ მართლა ანუ მათემატიკაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ფიზიკა უფრო აღწერს ბუნებას და შესაბამისად ისეთი პრინციპში ანუ ყველა საინტერესებს რისგან შევდგებით და რატო და ყველა ამაზე რომ დაიწყებს ფიქრს, მე ძალიან ინტერესდება ხოლმე. და შესაბამისად ანუ მე ვთვლი რომ ანუ ესეთი ბავშვობიდან ჩემთვის ფიზიკა იყო როგორც საკმაოდ საინტერესო და პრესტიჟული მოღვაწეობა. მე ჩავაბარე TSU-ში 2006 წელს, ანუ ეს იყო ეროვნულების მეორე ნაკადი და მაგ დროს შეიძლება ხო ანუ ექსპერიმენტალურად განხრით დიდი ბაზა არ იყო, მაგრამ მეცნიერების და პროფესორების მხრიდან მართლა მე ვფიქრობ, კარგი ლექციები ჩამიტარდა, ბევრი რამ ვისწავლე და მე ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან კარგი არის, შეიძლება უკეთესიც ვიდრე საზღვარგარეთ, რომ პრინციპი ბაკალავრიატის დროსაც შენ შეგიძლია უკვე კვლევაში მიიღო მონაწილეობა. რაღაც პატარა ამოცანებით, ანუ რუსთაველის გრანტები რომ არის, ხოლმე პროფესორებს აქვს რაღაც პატარა ხელფასი, რომ სტუდენტები აიყვანონ და სტუდენტებმა საკმაოდ ადრე დაიწყონ კვლევა. საზღვარგარეთ მაქსიმუმ ბაკალავრიატის ბოლო 2 თვეს თუ დაიწყებ ან ზაფხულში და ისიც საკმაოდ უფრო მეტი შეზღუდვებია. თქვენ კურსერებზე რომ გითხრათ ბაკალავრიატის დონის, რამდენი დარჩა? აი ფიზიკაში, მეცნიერებაში. ჩვენ დავიწყეთ 13 ადამიანი ვიყავით და ახლა ორს აქვს დამთავრებული PhD და ერთი თუ ორი ჯერ აკეთებს PhD-ს. ნუ საკმაოდ არც თუ ისე ბევრი დაინტერესდა მომავალში. აი ამის კითხვაც მინდოდა ზუსტად რომ რატომ არის რომ სოციალურ მეცნიერებს უფრო მარტივად სწავლობთ, უფრო მეტად გვაქვს აქ ინტერესი, იგივე ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი, თუნდაც ფილოსოფია ან ისტორია უფრო მეტი მოთხოვნა არის ამ საგნებზე, ვიდრე დავუშვათ ბუნების მეტყველებაზე. ეს როგორ ფიქრობთ, ანუ იმიტომ რომ დავუშვათ ამ მეცნიერებს უფრო წიგნიც ყოფნის და არ ჭირდება განსაკუთრებული რაღაც ლაბორატორია თუ რატომ მიიჩნევა ეს საგნები უფრო მარტივად, უფრო ადვილად? ანუ მიიჩნევა უფრო მარტივად, ადვილად, მე მგონი ისე მათემატიკის გამო. ანუ მე მახსოვს მე რო აბარებდი, ყველა აბარებდა ისე რომ თუ მათემატიკა იცის, მაშინ უფრო ბიზნესი და ეკონომიკა და თუ არ იცის, მაშინ სამართალი და ასე შემდეგ. თქვათ, ანუ ძალიან ისე უხეშად რომ თქვათ. ანუ მე მგონი ეს არის პირველი ეტაპი, სადაც ბევრი ხალხი იჭრება. ან მაგალითად მე მეუბნებიან რომ ხალხს რომ მეუბნები, მე ფიზიკოსი ვარ და პირველ რას მეუბნებიან, უი არა მე საერთოდ არ მიყვარს მათემატიკა, ფიზიკა, მეშინია და სკოლაში ძალიან მეშინოდა და ასე შემდეგ. ანუ ეს შიში და პირველ ეტაპზე რომ დაკარგოს ხალხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მე რომ გითხრა, მე მგონი ფიზიკა ვისაც აქვს დამთავრებული, თქვა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა, პრინციპში ან მე სამუშაოს პოვნის პრობლემა ისე ანუ სხვა დარგებში არ აქვს და მგონი საკმაოდ კარგი განათლება არის და მაგრამ ზოგადად ის რომ უფრო დროში მე იკარგება ხალხი მეცნიერებიდან, ეს მარტო აქ არ არის, ეს საზღვარგარეთაც დიდი პრობლემაა, რომ
ბევრად მეტი PhD ყავს, ვიდრე მე აკადემიაში პოზიცია. მაგრამ იქ არის ძალიან ორი დიდი დარგი, რომელშიც დიდი მოთხოვნა არის ფიზიკოსებზე ან სხვა მეცნიერებებზე, მაგრამ მაინც ფიზიკოსები ძალიან პრესტიჟულად ითვლება. ეს არის data analysis და business კონსულტაცია. და პირველი შეხედვით თვითონ პირდაპირი კავშირი არ აქვს მეცნიერებასთან ან PhD-ს გაკეთებასთან, მაგრამ ეს გამოცდილება რაც გააქვს, რომ მეცნიერებაში რაღაც პრობლემები, საკმაოდ დიდ პრობლემებს უყურებ და ცდილობ, რომ ნელ-ნელა პატარა-პატარა ნაბიჯებით ამოხსნა ეს დიდი პრობლემა, ან იმის, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის მასალა შეგიძლია, რომ აღიქვა დაანალიზო შენ თავში ერთ კვირის განმავლობაში და მე კარგად ჩამოაყალიბო. და ანუ ესეთი რაღაცები ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დარგებში და მაგრამ ახაც ვიცი საქართველოში მაგალითად ანუ ინტერვიუზე რომ მიდიხარ და ეუბნები რომ ფიზიკოსი ხარ და ფიზიკა გაქვს დამთავრებული ჯავახიშვილში საკმაოდ კარგი პუნქტი არის შენ CV-ში. ხო, ანუ ეს არის რაღაცა უნარები, რომლებიც შეიძლება სხვა სფეროშიც გამოიყენო, ანუ კვლევის უნარი გამოცდილება, რომელიც შეიძლება სხვა რამეზეც განავრცო, ზოგადად საუნივერსიტეტო განათლება პროფესიულისგან განსხვავებით, შეიძლება ანუ ესე პირდაპირ არ გასწავლის რაღაცის კეთებას, არამედ გასწავლის აზროვნებას, გასწავლის მუშაობას და კვლევას რაღაც მიმართულებით და მერე უფრო მომიჯნავე დარგებში უფრო მარტივი და შესაძლებელია ეს. ამის მიუხედავად, ზარა, რატომ ფიქრობთ და ჩვენ გვაქვს აი სახეზეა ხო თქვენ საქართველოში დაამთავრეთ საზღვარგარეთ მუშაობთ თქვენც და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა აქტივისტიც ჩემ გარშემოც და ისედაც ყველა ამბობს რომ აი კარგი იქნება რომ დავუშვათ უცხოეთში ვიმუშაო. არ ვიცი, გასაგებია რომ ცოტა არის საქართველოშიც მოთხოვნა სამუშაოები, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს რომ ეს ადამიანები როგორღაც ან დაბრუნდნენ, ან არ წავიდნენ, ან ნაწილობრივ მაინც ჩამოდიოდნენ ხოლმე აქ და რაღაც ღონისძიებებში და დროებით მაინც ერთვებოდნენ და მუშაობდნენ და ქონდეთ კავშირი. ხო, ეს ძალიან კარგი კითხვაა და რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ბევრი ადამიანი თავს უსვავს და ზოგადად როგორც ქვეყნისთვის, ესე პირადად. ჩემი აზრით, ერთ-ერთი რაც უნდა გაკეთდეს, რომ ვცდილობდეთ, რომ კარგი პირობები შევქმნათ. ანუ იმით კი არ ვაიძულოთ ახალგაზრდები, რომ საქართველოში დარჩნენ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, მაგრამ იმიტომ რომ ურჩევნიათ და აქ მართლა კარგი პირობები შექმნან ახალგაზრდებისთვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და მე ვარ თბილისში გააზრდილი და პირადად ჩემთვის არის თბილისი. თბილისში ძალიან კარგი ბაზა არის იმისთვის, რომ შექმნა ისეთი ქალაქი, სადაც ბევრ ახალგაზრდას მოუნდება ცხოვრება და მოღვაწეობა. ხო, ეს საინტერესოა, როდესაც დავუშვათ ევროპაში შეიძლება მილიარდობით თანხები იხარჯება კვლევებზე, ჩვენ რამდენად და როგორ შეიძლება რომ ამას კონკურენცია გაუწიოთ, თუმცა შეიძლება ალბათ მაგალითად იმით რომ უამრავი უნივერსიტეტი გვაქვს და იგივე ახლო აღმოსავლეთიდან თუ აზიიდანაც ბევრი სტუდენტი ჩამოდის და შეიძლება ამის ხარჯზე რაღაცა საერთაშორისო ჰაბი გახდეს უფრო სწავლის მხრივ და შემდეგ უკვე ამის ხარჯზეც უნივერსიტეტები დაფინანსდეს. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, ახლა მე ვარ ახლა ნაწილაკთა ფიზიკაში და შემიძლია მაგალითზე ვისაუბრო. რეალისტურია რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ავაშენებთ რაღაც აუზარმაზარ დეტექტორს საქართველოში მარტო საქართველოს დაფინანსებით. მაგრამ ეს არ ხდება თითქმის არც ერთ ქვეყანაში, შეიძლება მარტო ჩინეთში და იაპონიაში შეიძლება, მაგრამ სხვა. მაგრამ ზოგადად ეს არის, ანუ ჩვენ გლობალიზაციისკენ მივხვდებით მეცნიერებაში, რომ რამოდენიმე ქვეყანა ერთად უნდა იყოს. და ახლა მაგალითად ექსპერიმენტი გინდა ჩინეთში რომ იყოს და ამერიკაში ყავს ბევრი ჯგუფი საზღვარგარეთ, რომელშიც მიდის კვლევა, მაგალითად ანალიზი ამ მონაცემების, რაც შეიკრიბა ერთ დეტექტორში და მე ვთქვა წელიწადში ერთჯერ, ორჯერ მიდიხარ თვითონ დეტექტორთან, ან შეიძლება უფრო ხანგრძლივით რომ თუ აშენებ და ასე შემდეგ. ანუ მაგის შესაძლებლობა არის, რომ შენ კონდეს კარგი კვლევითი ჯგუფი საქართველოში
და ამასთან, მაგრამ კოლაბორაციაში სხვა ქვეყნებთან, სხვა პროექტებზე და ასე შემდეგ. ანუ იმისკენ მე ვფიქრობ, რომ არ არის რეალისტურია, რომ აქედან ნულიდან აწყო რაღაც ძალიან დიდი პროექტი, მაგრამ ძალიან რეალისტურია, რომ შექმნა ჯგუფი, სადაც სტუდენტებს აქვს საშუალება, რომ ისწავლონ რაღაცეები და შესაბამისად უბრალოდ ის არ რომ მარტო საქართველოს შეზღუდულ მეცნიერების სამყაროში, ზოგადად, მაგრამ გლობალურ მსოფლიო მეცნიერების დონეზე. ხო, თან მით უმეტეს, რომ ჩვენთან ეხა უკვე დისტანციოდაც ძალიან მარტივია მუშაობა ინტერნეტისგან გამომდინარე და მით უმეტეს, რომ შეიძლება ზუსტად ცხოვრების ღირებულებიდან გამომდინარე საქართველოში უფრო იაფიც ჯდებოდეს იგივე მკვლევარის დაქირავება თუნდაც. ხო, და კარგ მაგალითს მოგიყვან, აი იულიხის კვლევით ცენტრიდან, სადაც მე ვმუშაობ. იქ იყო ქართველი მეცნიერი, რომელიც იქ მოღვაწეობდა და არ მახსოვს ზუსტად რამდენი წელიწადი და შარშან დაბრუნდა საქართველოში, შეიქმნა ეგრეთ წოდებული smart lab-ი, სადაც აი ამ ახალგაზრდა მეცნიერს ახლა აქვს უნივერსიტეტში პატარა ჯგუფი, სადაც შეუძლია იმუშაოს მონაცემთა ანალიზზე, აგრეთვე შეიქმნას პატარა hardware-ს, ანუ თვითონ ექსპერიმენტის დანადგრები პატარა მასშტაბით და მე წელიწადში რამოდენიმეჯერ თვითონ მიდის გერმანიაში, რომ გააგრძელოს კოლაბორაცია, სტუდენტები ყავს, სტუდენტებიც ჩამოდიან და ორივე ქვეყანაში სწავლობენ აი ამ მეცნიერებაში. ანუ ასეთი ინიციატივა ეს არის ძალიან პოზიტიური, რომ შენ ყავს, მე ვიცნობ პირადად ბევრ მეცნიერს, ვინც საზღვარგარეთ მიდის, იმიტომ რომ კვალიფიკაცია უნდა მიიღოს და ანუ სოფლიო დონეზე უნდა სოფლიოს მეცნიერი უნდა გახდეს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ჩამოვა თბილისში, არა მარტო მოკლე პერიოდში, მაგრამ ისე რომ ოჯახი აკყავს ნათესავები და ახალი ოჯახი შექმნა და სამუშაოს რომ აქ გქონდეს. ანუ ბევრი მე მგონი ახალგაზრდობის მხრიდან ეს ინტერესი არსებობს. ინფრასტრუქტურის მხრიდან მე მგონი ეს იქმნება. მე ყოველ ჯერზე რომ ჩამოვდივარ თბილისში, სულ ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ მივდივართ და მე ვფიქრობ უბრალოდ ანუ სამსახურის დონეზე, ანუ როგორც ნუ შენ უკვე თქვი, საქართველოში ცხოვრების ფასი ჯერჯერობით ბევრად ნაკლებია ვიდრე ევროპაში და ამერიკაში და ეს შეიძლება შექმნას, რომ შედარებით ნაკლებ ხელფასად ცხოვრების დონე შეიძლება გქონდეს საკმაოდ მაღალი. და ეს არის ძალიან კარგი შანსი სახელმწიფოდან უნივერსიტეტისგან, რომ მიიზიდოს ძალიან კარგი კადრი. აი დაფინანსებაზეც ვსაუბრობთ და მიბმული თემა არის. როგორ ფინანსდება მეცნიერება ევროკავშირში? მაგალითად აი ეს თქვენი პროექტი, როგორ ფინანსდება? ეს რამდენად დიდია კერძო ბიზნესის დაინტერესება და წილი დაფინანსების აი მსგავს დიდ გლობალურ პროექტებში, იგივე ანდრონულ კოლაიდერშიც, თუ გაქვთ ინფორმაცია, ან თქვენ კონკრეტულ პროექტში? ჩვენ კონკრეტულ პროექტში ეს არის ძირითადად ხელისუფლებიდან, გერმანია, ანუ ჩვენთან არის გერმანია, იტალია, რუსეთი და ამერიკა. დიდი ქვეყნები, კიდე არის პოლონეთი გამორჩა. ანუ ეს არის ანუ პატარ-პატარა ნაწილაკი, რა თქმა უნდა, რადგანაც ექსპერიმენტი იტალიაში არის, იტალიიდან საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის, მაგრამ ზოგადად კადრს რასაც შეეხება, ეს მოდის უნივერსიტეტებიდან, ხო? ანუ თვალსაჩინო ჩემ ხელფას იხდის გერმანიის ანუ სახელმწიფო დაფინანსება. და ეს არის უკვე საკმაოდ დიდი ნაწილი, ხო? ანუ ადამიანები გჭირდება პირველ რიგში დეტექტორის გარდა. ანუ ეს არის საკმაოდ ადრონულ კოლაიდერს რაც შეეხება, იქ ბევრად მეტი ქვეყანაა და რა თქმა უნდა სახელმწიფო დაფინანსება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ისინი აქტიურად მუშაობენ, რომ კერძო ბიზნესის ინტერესიც მოიზიდონ და ეს ორმხრივი არის, იმიტომ რომ ვთქვათ ანუ ასეთ დიდ პროექტს რო აკეთებ, შენ აგრეთვე ქმნი ისეთ ამოცანას, ხო, კერძო ბიზნესისთვის, რომელიც საკმაოდ საინტერესო პროექტია და ისინიც ფიქრობენ, რომ შეიძლება ანუ დღეს ეს არის საჭირო მარტო მეცნიერებისთვის, ხოლო დასჭირდება ყოველ მეორე კომპანიას. და შესაბამისად ეს არის
ძალიან კარგი შესაძლებლობა ორივე მხრიდან. ანუ თქვა ადრონ კლავადიაში სანამ იშენებოდა 1000 ჯერ იცვლება ყველა დეტალი სულ ბოლო ვერსიაზე და ეს არის კერძო კომპანიისთვისაც ძალიან კარგი შესაძლებლობა. მაგრამ წამყვანი დაფინანსების კუთხით მე არ გულისხმობ კონტრაქტორებს, რომლებიც რაღაც კონკრეტულ მაინც სახელმწიფოები არის და საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს მოდის საზოგადოება, თქვა, ხო? სახელმწიფოზე ხო, მაგრამ ეს არის საზოგადოება და უნდა თვითონ საზოგადოებას ინტერესებში შეედის, რომ მაგის ქვეყანაში ეს ფუნდამენტური მეცნიერებაც კარგ დონეზე იყოს. თუმცა ის კვებას შემდეგ ძალიან ბევრ პრაქტიკულ რამესაც და არის მეცნიერებაში მაგალითები, როდესაც ძალიან არაპრაქტიკულმა რაღაცამ, ექსპერიმენტმა შესაძლოა მისი რაღაც მის წარმოების პროცესში რაღაც ძალიან პრაქტიკული აღმოჩენა გააკეთო, რომელიც დაგჭირდება უბრალოდ ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, კომერციაში და ასე შემდეგ. აუცილებლად ძალიან ბევრი მაგალითია, მაგალითად, ანუ აინშტაინის ზოგადი რელატივისტური თეორია, ყველა ძალიან ფუნდამენტური და თითქოს ძალიან პატარა ეფექტებზე საუბარი, მაგრამ GPS-ი, რომელსაც ყოველდღე ხმარავთ, არ იქნებოდა შესაძლებელი აი ამ პატარა შესწორებების გარეშე. და კომერციული ღირებულებაც მას საკმაოდ დიდი აქვს მათ შორის. ზარა, აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენ სწავლის დროს, რამდენი გოგო იყავით კურსზე? და ეხლა როგორ არის გენდერული ბალანსი საქართველოში, გერმანიაში, აი ამ ფიზიკის აკადემიურ გარემოში? მე რა ვსწავლობდი, ჩვენ ვიყავით 2-3 გოგო სხვადასხვა წელიწადში. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა არის. ახლა ჯგუფში, სადაც მე ვმუშაობ, ძალიან კარგი ბალანსი გვაქვს, მგონი 12 ადამიანიდან 6 ვართ. იტალიაში ჩემი გადმოსახედიდან საკმაოდ კარგი ბალანსია, თქვათ, სტუდენტების ეტაპზე საკმაოდ კარგი ბალანსია, მერე რა თქმა უნდა glass ceilings რასაც ეძახიან, უფრო ნაკლები არის, ნაკლები ქალბატონს ხედა უფრო მაღალ თანამდებობებს, ხო. მაგრამ იტალიურ ქალბატონებს საკმაოდ კარგი პოზიციები აქვს, მაგალითად CERN-ის დირექტორი არის იტალიელი ქალბატონი და სხვა, გერმანიაში მაგალითად თითქმის ყველა ქალბატონი პროფესორი, ვისაც ვიცნობ, ის წარმოშობით იტალიელია. გერმანიაში სამწუხაროდ, ანუ ჩვენ ჯგუფში ძალიან კარგი ბალანსი არის და საკმაოდ ინტერნაციონალური ჯგუფი გვყავს, მაგრამ ზოგადად სამწუხაროდ კარგ რიცხვებს ვერ გეტყვი. ეს ჯერჯერობით საკმაოდ დიდი პრობლემაა. როგორმე აი ამ მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოდან დაწყებული გერმანიაში, იტალიაში რამე ბარიერებს როგორ ფიქრობთ, გადაწყდომი ხართ პირადად იმის გამო, რომ იყავით ქალი და უშუალოდ მეცნიერებაში, რამე დამატებით სიძნელე თუ შეუქმნია ამას? ანუ თქვა, მე პირადად ვთვლი, რომ საკმაოდ გამიმართლა და ეს დიდი ბარიერები არ შემხვედრია. მაგრამ რა თქმა უნდა არის რაღაც პატარა შემთხვევები, როდესაც რაღაც არასასიამოვნო სიტუაციაში ვიყავი. ანუ ვიღაცა მითხრა რა, შენ საერთოდ რა გინდა ფიზიკა, ოჯახი გინდა და მეტი არაფერი რა გინდა, ეგ საერთოდ მეცნიერება და კარიერა და ასე შემდეგ. ანუ ესეთი კომენტარები რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის. და ანუ მაგალითად კიდევ სხვა რაღაც სკოლაში, ან უნივერსიტეტში ბიჭებს გონია, რომ ისინი უფრო მაგრები არიან, მარტო იმიტომ რომ ისინი ბიჭები არიან და ასე შემდეგ და მაგრამ ჩემთვის პირადად, ანუ მე ჩემ ოჯახში მყავს ერთი და ჩემ მშობლებს არასდროს არ უთქვამს, რომ შენ გოგო ხარ და ეს არ შეგესაბამება, რომ ფიზიკა ან მათემატიკა ისწავლა და ანუ მე როგორც პატარაობიდან არასდროს არ მომსვლია თავში, რომ რაღაცით შეზღუდული ვარ, იმიტომ რომ მე გოგო ვარ. და ზოგადად, ანუ სამწუხაროდ, ანუ მე ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ სხვა შემთხვევებში პატარა გოგო რა არის და შეიძლება მათემატიკაში ძალიან კარგი არის, მაგრამ ერთმა უთხრა რაღაცა, მეორემ უთხრა რაღაცა, რომ არ გესმის მათემატიკა, იმიტომ რომ გოგო ხარ და ასე შემდეგ, შეიძლება ეს ნელ-ნელა ძალიან მერე საბოლოოდ იტყვის, რომ არა.
მე გოგო ვარ და ალბათ ფსიქოლოგია უფრო კარგი იქნება ჩემთვის, ვიდრე ფიზიკოსობა. თქვენ ახსენეთ ეს არა რომ გენდერული ბალანსი ევროპაშიც და ევროკავშირის ტერიტორიაზეც კი არ არის კარგად, ასე ვთქვათ, დაცული ამ განსაკუთრებით ფიზიკის და სხვა მამაკაცურებად ტრადიციულად მიჩნეულ სფეროებში. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს უფრო გამოსწორდეს ეს ბალანსი, ან რისი ბრალია, რომ ეს ბალანსი დღეს ასე დარღვეულია ქალების საწინააღმდეგოდ? ანუ ეს ძალიან საინტერესო კითხვაა და ძალიან ძნელი კითხვაა, რომელზეც ბევრი ადამიანი ფიქრობს და ცდილობს, რომ იყოს ამოხსნა მაგისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევდგოთ ამ პრობლემას, რაც შეიძლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ანუ ბავშვობიდან გოგოს არ უნდა შეექმნას ის შთაბეჭდილება, რომ რადგანაც ის გოგოა, არ შეესაბამება, რომ მათემატიკა კარგად იცოდეს, ან ფიზიკაში იფიქროს, რომ ფიზიკაში იმუშაოს. გოგოს ეტაპზე უნივერსიტეტში არ უნდა შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ მარტო ბიჭებისთვის არის და გოგოსთვის არ არის შესაბამისი. და ეს რა თქმა უნდა ამ პირველ ეტაპებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ როგორც ქალებმა საკმაოდ გვიან დავიწყეთ ოფიციალურად მეცნიერებაში მოღვაწეობა. არც ისე დიდი დრო გავიდა, რაც უნივერსიტეტებში შეგვიძლია, რომ ჩავაბაროთ, შეგვიძლია ვასწავლოთ და ასე შემდეგ. და ეს რა თქმა უნდა ისტორიად ჯერ რჩება, ეგ პრობლემა, რომ ისტორიულად ნაკლები, ხო, მეხსიერებით, რომ ნაკლები ქალი არის ასეთ სფეროებში. მაგრამ ახლა მაგალითად არის ძალიან მნიშვნელოვანი აგრეთვე, რომ თქვა ხანდახან ხდება, რომ სტუდენტობის დროს საკმაოდ კარგი ბალანსი არის, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე იკარგება, ქალები უფრო გადიან, ეკარგებიან მეცნიერებას, ვიდრე კაცები და ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ემთხოვა იმას, როდესაც ქალები ქმნიან ოჯახებს. და მამაკაცისთვის ოჯახის შექმნა არავითარი ბარიერი არ არის კარიერისთვის, ქალისთვის ხშირად ეგ საკმაოდ დიდი პრობლემა ხდება, იმიტომ რომ რომელიც არჩევანი არ უნდა გააკეთო, ვიღაცამ იტყვის, რომ არასწორი არჩევანია. ოჯახს თუ ქმნი, მაშინ გეტყვიან, რომ კარიერისთვის აღარ გაქვს იმდენი დრო, როგორც მაგალითად ოჯახის გარეშე. ოჯახს თუ არ შექმნი, მაშინ გეუბნებიან, რომ რა გინდოდა ახლა კარიერა, ოჯახი თუ არ შექმენი. ანუ ჩემი აზრით, უნდა საზოგადოებაში უნდა შეიქმნას აი ამ სხვადასხვა სცენარების ნორმალიზაცია, რომ მე ქალმა გააკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, იმას რა უნდა და არა იმის მიხედვით საზოგადოება რა უკარნახა რომ გააკეთოს. თუნდაც ის რომ ოჯახის რომ შექმნას, მაინც რომ შესაძლებელი იყოს იგივე კარიერის გაგრძელება და ოჯახში მოვალეობები ისე იყოს გადანაწილებული. ჩვენ აქ ვსაუბრობდით კადრს უკან ეთერს მიღმა, რომ ძალიან ხშირად ხო მამაკაცს არავინ არ ეკითხება, ყავს თუ არა შვილი, როცა დაწინაურებაზეა საუბარი, მაშინ როცა ქალს ყოველთვის ამ კითხვას ქალთან მიმართებაში სვამენ. ხო, ანუ მე ხშირად ჩემ კოლეგებს რო ვესაუბრები ამ საკითხზე, ანუ საკმაოდ ისე დიდი ინტერესია აგრეთვე მამაკაცების მხრიდან ამ საკითხზე და მე ხშირად ვეუბნები, რომ ეს საკითხი ხშირად ამბობენ ფემინისტურია და მარტო ქალის პერსპექტივას უყურებენ, მაგრამ ჩემი აზრით ეს ორმხრივი გზა არის, იმიტომ რომ იმისთან რომ ქალს კონდეს ეს შესაძლებლობა, რომ კარიერა გააგრძელოს, როგორც თქვი, ეს უნდა მოვიდეს მოვალეობის განაწილებასთან ოჯახში. და ეს ნიშნავს, რომ მამაკაცისთვისაც ეს არის ერთული გზა თანასწორებისკენ, რომ ოჯახში გაატაროს უფრო მეტი დრო. ის არის უფრო ნორმალიზებული, რომ კაცი მიდის სამსახურში და ოჯახთან თითქმის არ ატარებს დროს, მაგრამ ქალმა უნდა გაატაროს მთელი დრო ოჯახთან. და იმის, ანუ ამხსნა იქნება იმის, რომ ორივე, თქვათ, რამდენიც შესაძლებლობა აქვს მიუძღვნონ დრო კარიერისთვის და სამსახურისთვის და აგრეთვე ბალანსირებული დრო ოჯახთან ერთად. ანუ ეს კაცებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ნორმალიზაცია მოხდეს,
რომ ის ხანდახან სამსახურიდან ადრე წამოვიდეს, რომ ოჯახთან უფრო მეტი დრო გაატაროს. აი მეცნიერება ხომ ერთ-ერთი მოწინავე სფეროა ყველანაირად ხო განვითარების მხრივ ისეთ თემებს ეჭიდებით, რომლებიც ჯერჯერობით ძალიან ხშირად რა ვიცი აზრითაც არ მოსდის ადამიანს, რომელიც არ არის სფეროში ესე მეცნიერებაში გათვითცნობიერებული და ამ საკითხებზე რა პოლიტიკა ტარდება იგივე ევროკავშირში, აი თქვენს ლაბორატორიაში მაგალითად როგორმე რამე ოფიციალურად ცდილობენ ამ გამოთანაბრებას? ხო, მაგალითად, ანუ ჩვენ სადაც ხორობს, ანუ და სამეცნიერო ცენტრში, ბავშვი თუ გეყოლება, შეგიძლია აიღო, ანუ როგორც დედა, შენ გეკუთვნის 6 კვირა მშობიარობამდე. მერე შენ თვითონ წყვეთ, რამდენი ხანი გინდა გაატარო ბავშვთან ერთად. მაგრამ იქ არის როგორ არის გაკეთებული мотивация, რომ მამაც თუ იღებს შვებულებას, მაშინ შენ გაქვს ზოგადად 14 თვე და შეგიძლია გაანაწილო როგორც გინდა. თქვათ მაგალითად მე როდესაც მეყოლება ბავშვი, შემიძლია ავიღო თქვათ 2 თვე და ჩემ მეუღლეს შეიძლება რომ აიღოს 12 თვე. ან თქვათ გავანაწილებთ 7 და 7 თვე. ეს არის საკმაოდ თითქმის 100%-იანი ხელფასით. მე შენ შეგიძლია უფრო მეტი დრო აიღო თუ გჭირდება, მაგრამ ნაკლები ხელფასით. ანუ ეს ზოგადად საკმაოდ კარგი პირობებია. უფრო ჩრდილოეთ ქვეყნებში, სკანდინავიაში უფრო კარგი პირობებია, რომ წელიწადზე მეტს იღებენ მშობლები და ისედაც ანუ შეუძლიათ გაანაწილონ და ანუ მშობლებს შეუძლია გადაწყვიტონ და მგონი ეს ანუ ამ მიმართულებით მუშაობა რომ ეგ მარტო დედის საქმე არ არის, რომ ეს მშობლებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაატარონ ეს პირველი თვეები ბავშვთან ერთად და რა თქმა უნდა, მერეც სკოლაში რომ მიდის ბავშვი და ასე შემდეგ, რომ მაგის უფრო მოქნილი გრაფიკი იყოს ორივე მშობლებისთვის, რომ კარგად გაანაწილონ ვალდებულებები. ჩვენ პრინციპში უკვე დასასრულს ვუახლოვდებით ჩვენი გადაცემა და მინდა რომ კარგ ნოტაზე დავასრულოთ. და რას ეტყოდი ახალგაზრდებს ზოგადად, ვისაც აინტერესებს ან შეიძლება აინტერესებდეს მეცნიერება, მაგრამ თან ფიქრობდეს რომ არ არის მომგებიანი ან მე გოგო ვარ ან და სხვა და სხვა. ანუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ყველა უნდა იპოვოს ის საქმე, რაც აინტერესებს და ფიზიკა ძალიან საინტერესო საგანია, როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგოებისთვის და არასდროს არ ვფიქრო, რომ ვიღაც რომ თუ გითხრა რაღაც სხვა რაღაცა უფრო მნიშვნელოვანია, ყველას არ დაუჯერო იმას, რაც შენ გაინტერესებს, უბრალოდ უნდა იმუშაო, უნდა გაინტერესებდეს, რასაც გააკეთებ და მეტი წაიკითხე, მეტი გაიგე და ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრო და ყველაფერი გასწორდება ნელ-ნელა. ძალიან დიდი მადლობა ზარას იმისთვის, რომ თავისი საქმიანობითაც ამ ყველაფრის გამოსწორებას ხელი ეწყობა და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აი ესეთ განსხვავებულ სფეროებში, მით უფრო მეტი მაგალითი და პრეცედენტი იქნება და ამით შეიქმნება საზოგადოებრივი დაკვეთა. მე პირადად ამის მჯერა. ჩვენ დღეს ჩვენს გადაცემას ვასრულებთ და 2 კვირის შემდეგ დაგიბრუნდებით დროებით. დიდი მადლობა.